გამარჯობა, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის ლაივს. ამ წუთებში რუსთავის გამზირზე მიმდინარეობს ყოველკვირეული შაბათის მარში, თითოეულ კვირას იგი სხვადასხვა თემებს ეხება. დღევანდელი შაბათის მარშის თემა არის თავისუფლების ინიციატივის პატიმრებს, მადლობა ბრძოლისთვის. თქვენ ხედავთ ბანერზე წარწერას. მათი მთავარი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლება. და ისინი მარშით მიემართებიან კანცელარიის შენობამდე, მაგახსენებათ ასევე კანცელარიის შენობასთან დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე მე-6 დღეა ღამეს ათენებენ და ითხოვენ წამალს. მშობლები უკვე 3 თვეზე მეტი ხანია ითხოვენ ამ კონკრეტულ წამალს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ ქონია არანაირი პასუხი და მშობლებს უწევთ ახლა ღამეები ათენონ კანცელარიასთან, რადგან შვილებმა მიიღონ კონკრეტული წამალი. არის რა თქმა უნდა ჩვენი სინგლის პატიმრების გათავისუფლებისათვის არის ჩვენი უკეთესი მოპოვებისათვის და არის ყველა იმ ადამიანის დაცვისათვის ვინც ამ პირობებში ამ რეჟიმის პირობებში არიან ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში და ერთ-ერთები არიან რა თქმა უნდა დიუშენის კუთროვანი მისრომი დაავადებული ბავშვები რომლებიც უკვე რამდენი ხანია დღეები უკვე წამარს ითხოვენ. ამიტომ ჩვენ მცდელობას თუ გავაგრძელებთ აუცილებლად მე ავალ კანცელარიასთან და მათაც გამოვხატავთ მათ მიმართ სოლიდარობას, იმიტომ რომ ეს ყველას ეხება, ეს წინააღმდეგობა არის ყველა ადამიანისთვის, ვინც უსამართლობას ებრძვის ამ ქვეყანაში და ჩვენ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ამიტომ მიეცით ბავშვებს წამალი! მიეცით ბავშვებს წამალი! მიეცით ბავშვებს წამალი! შეგახსენებთ, რომ კანცელარიის შენობასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე მე-6 დღეა ათენებენ ღამეს და ითხოვენ წამალს. მათი პროტესტი არ დაწყებულებში დღის წინ, ისინი თვეების განმავლობაში ცდილობენ, რომ რაიმე კონტაქტი ან კავშირი ქონდეთ მთავრობასთან, მაგრამ უშედეგოდ მათ მაინც ვერ მიიღეს ის წამალი, რომელიც გაუფანძლოებს და გადაარჩენს მათ შვილებს. წინა შაბათის მარშიც სწორედ ამ თემას ეხებოდა. ხოლო დღევანდელი შაბათის მარში, ყოველკვირეული შაბათის მარში ეხება უშუალო სინისის პატიმრებს და ასევე მთავარი მოთხოვნა
პატიმრების გათავისუფლება და შეგახსენებთ, რომ კონკრეტული მარში ჯერ პარლამენტის მიმართულებით იზრდება, ხოლო შემდეგ კანცელერიასთან შეუერთდებიან დიუშენის დისტროფიით, კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს. ამ დროისთვის სულ ეს იყო. გიკავშირდებით და ლაივით ჩაგეთვებით სიტუაციის გამოვლენების განვითარების შესაბამისად. მადლობა.